გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხეს სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას ფიქრობს ადამიანი თქვენზე, როდესაც რჩება თავის თავთან მარტო, მაგალითად ძილის წინ. ნახოთ, ჩემი ფისონა თუ მოგცემს ამის უფლებას, მოიშვენე, მარგო. ნახოთ. პირველ რიგში ამოვაღოთ თქვენი ადამიანის სიგნიფიკატორი კარტი. მისი დახასიათება, ანუ ვინ არის ის თქვენი ადამიანი? წარმოიდგინეთ ვიზუალურად თქვენი ადამიანი, მისი სახელი თქვით გულში. რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ მას იცნობდეთ ძვირფასებო და რაღაც ტიპის ურთიერთობა მაინც გქონდეთ მასთან. ზოგჯერ მიკავშირდებიან ხოლმე და მთხოვენ ისეთ ადამიანზე დაუშვათ გაშლას, რომელსაც არ იცნობენ ან იცნობენ შორიდან. ესეთი არ ჩაიფიქროთ. ჩაიფიქრეთ ისეთი ადამიანი, ვისაც იცნობთ და ვისთანაც გაკავშირებთ სასიყვარულო ურთიერთობა. ვინ არის თქვენი ადამიანი? ესე იგი, თქვენი ადამიანი შეიძლება არ იმყოფება თქვენს გვერდით ამ მომენტში. თქვენ ამას ძალიან განიცდით. და შესაძლებელია ეს მისი, ასე ვთქვათ, დისტანცია უკავშირდებოდეს ფინანსებს. ანუ შორს არის თქვენგან ადამიანი, იმიტომ რომ ასეთი სამსახური აქვს, ან იმიტომ რომ საშოვარზეა, ან რაღაც ფულის გამო მას უწევს, რომ რაღაც პერიოდი გაატაროს თქვენგან მოშორებით. ვისთანაც ასეთი სიტუაცია ძვირფასებო განაგრძეთ ნახვა. ვისაც გვერდით გყავთ თქვენი საყვარელი ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე. ზოგადად ვიდეოები არის სპეციფიური და ერგება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვის სიგნიფიკაციასაც აღწერ ხოლმე ვიდეოს დასაწყისში. ვიხართ თქვენ? ისე თქვენ ხართ პირველ რიგში ძალიან სამართლიანი ადამიანი, სიმართლის მოყვარული, ასე ვთქვათ. ბევრს შესაძლებელია ეს თქვენი პირდაპირობა არ სიამოვნებდეს, თუმცა თქვენ ეს არ გაინტერესებთ და თქვენ ყოველთვის ირჩევთ საკუთარ გზას. ეს არის თქვენი დახასიათება. კარგით, თუ ამოიცანეთ თქვენი პარტნიორიც და თქვენი თავიც ამ სიგნიფიკატორ კარტებში, განაგრძეთ ნახვა. ვინც დარჩით, რას ფიქრობს თქვენი ადამიანი თქვენზე, როდესაც არის საკუთარ თავთან მარტო? ასე 200 ლამაზი ანახეთ. ესე იგი, ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ უსიტყვოდ გესმით მისი, ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ზუსტად მისი მეორე ნახევარი. კიდევ რას ფიქრობს? ოღონდ, რაღაც, ასე ვთქვათ, ართულებს თქვენს კომუნიკაციას. რაღაც გაუგებარი, ბუნდოვანი, რას ეხება ეს? ზოგადად ეს ადამიანი თქვენთან ძალიან კარგად გრძნობს თავს და მისი აზრით ასევე თქვენც. თქვენ ხართ მისი ენერგიის წყარო, მისი ბედნიერების წყარო. მიუხედავად ამისა, თქვენ შორის არის ბარიერი.
მოდით ჩავუღრმავდეთ რა ბარიერია ეს. ეს შესაძლებელია ძვირფასებო იყოს მისი ეჭვები მხოლოდ და მხოლოდ და რეალურად არ არსებობდეს არავითარი ბარიერი, უბრალოდ მას მეტი ინფორმაცია სჭირდება, მას მეტად გათვითცნობიერება სჭირდება საკითხში, ჩამოყალიბება სჭირდება, ანუ მან უნდა გააკეთოს არჩევანი და იმოქმედოს იმისათვის, რათა არ იყოს ეჭვებში და იყოს ბედნიერი თქვენთან ერთად. და რას აკეთებს ამისათვის ის? მისი აზრით ის ყველაფერს აკეთებს ამისათვის, მისი აზრით. თუმცა თქვენ თითქოს არ აძლევთ საშუალებას, ან შესაძლებელია რაღაც თქვენი ნერვიულობით და შფოთით ბლოკავთ მის ქმედებებს, მისი აზრით. და თქვენ გონიათ მანიპულაცია მისი მხრიდან. მისი აზრით ძვირფასებო თვითონ მოქმედებს. შესაძლებელია ნელა, თუმცა მაინც მოქმედებს მისი აზრით, უბრალოდ თქვენ არ გსურთ ამის დანახვა. კარგით, კიდევ რას აკეთებს არა, რას ფიქრობს თქვენზე? თქვენ ხართ ძალიან გონიერი ადამიანი, თქვენ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, თქვენ არაფერი არ გეშლებათ, შეცდომები არ მოგდით. ის არ ითვლება შეცდომად, რომ თქვენ შფოთავთ, ღელავთ, ნერვიულობთ, ეს არ არის შეცდომა. ზოგადად, როგორც ადამიანი, თქვენ ხართ სანიმუშო მისთვის. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? მისი აზრით, თქვენ ძალიან განიცდით რაღაცას. ემოციურად ამ მომენტში თავს კარგად არ გცნობთ მისი აზრით. კიდევ რას ფიქრობს? მას სურს, რომ თქვენ რაღაც გაგამხნევოთ ემოციურად, გითხრათ, თუ როგორ სიამოვნებს მას თქვენთან ურთიერთობა. კიდევ რისი თქმა სურს? ოღონდ არ გეუბნებათ ამას და საერთოდ არ მოქმედებს. რატომ? მისი აზრით ამის შანსი მას მიეცემა და ის იმოქმედებს ღირსეულად. თუ თქვენ რა თქმა უნდა თანახმა იქნებით. თავის თავს რას ეუბნება კიდევ თქვენს შესახებ, როდესაც ის არის მარტო? ამბობს, რომ თქვენ ხართ ვარსკვლავი, მიუწვდომელი, ულამაზესი ციმციმა ვარსკვლავი. თქვენ მას გზას უნათებთ, უკუნეთ ღამეში. მეტაფორულად ძვირფასებო, როდესაც ის რაღაცა განსაცდელში რაიმე მას უჭერს, ის ფიქრობს თქვენზე და ეს არის მისთვის შვება, შეიძლება ითქვას, და ეს არის მისთვის გზის მაჩვენებელი. ესე ფიქრობს თქვენზე, კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ ძალიან ცოტა დარჩა, რაღაცა არის, რაც მან უნდა მოაგვაროს და ის ამას შეძლებს მისი აზრით, თუმცა ძალიან დაიღალა, გადაღლილია, ენერგია ფაქტობრივად არ აქვს, მაგრამ ის ამას შეძლებს. მისი აზრით. უკმაყოფილოა ამ მომენტში, მისი უმოქმედობით, მისი სტაგნაციით, ელოდება, ცდილობს, რომ გაერკვეს საკუთარ თავში. გააკეთოს არჩევანი, ოღონდ არ სურს, რომ ეს იყოს ილუზიები, უბრალოდ ილუზიებში არის და კონკრეტულად აქვს მას სურვილი, რომ თქვენ იყოთ მის გვერდით.